Poet Genrieta Kutateladzis 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა დღეს აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო სკოლაში ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი მისი ახალი და ძველი კრებულიდან ლექსები წაიკითხეს. Genrieta Kutateladzეს დაბადების დღე ბათუმის მერიის წარმომადგენლებმაც მიულოცეს და ფულადი ჯილდო გადასცეს. 70 წლის შემოქმედი 1000-ზე მეტი პუბლიცისტური ნაშრომისა და 20-მდე პოეტური კრებულის ავტორია. დღეს წავიკითხეთ Genrieta Kutateladzის პროზები, რომელიც საუკეთესო იყო და ამდენი შრომის შემდეგ დაუფასდა მას ეს დიდი შრომა. ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. პირველად მინდა მობრძანებულ საზოგადოებას მადლობა უთხრა. აქ ყველა ისეთი ადამიანია შეგროვილი, რომელსაც ძალიან უყვარს წიგნი და ადამიანი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Ჩემთვის სახელმთავარი ის კი არ არის, რომ დავუშვათ ჩემი 70 წელი აღნიშნეს, არამედ თავარი ის არის, რომ ადამიანებს შემორჩათ ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის დაფასების უნარი და წიგნის სიყვარული და მე ამ დღევანდელ საღამოს ვთვლი ამის ილუსტრაცია. დღეს ბიბლიოთეკა მასპინძლობდა ჩვენთვის საყვარელ, არა მარტო ჩვენი კუთხეს, არამედ მთელი საქართველოს საყვარელ პოეტს, მწერალს, ქალბატონ Genrieta Kutateladzეს, რომელთა არაერთი წიგნია გამოცემული და ეს წიგნები არის ჩვენს ბიბლიოთეკაში და მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქალბატონის ნაშრომებს, წიგნებს უამრავი მკითხველი ყავს.